შემძღვანელობით. მან რომ დამომხდარ ხართ დარბაზში 24 კაცზე მეტი არ ეტევაო. დიდი ხდომის დარბაზი ხომ გაქვთ? ბევრი პოლიტმატიმარი ყავთ ქალი, ზია ამაღლობელი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჟურნალისტია. მან რომ დამსხდარხართ და მანტია ჩაგიწვიათ, ეგ არაა დემოკრატია და სამართლიანობა. სამართლიანობა ისაა, ვისაც უნდა ამ პროცესზე დასწრება. ყველამ თვალი ადევნოს და საზოგადოებაში ინფორმაცია გამოიტანოს. ხომ შეგეძლოთ უფრო დიდ დარბაზში ჩაგეტარებინათ ეს პროცესი იმის ნაცვლად, რომ პოლიციის გებულაძის კოლეგების ჯარი დაგვახვედრეთ აქ. ზია კიდევ მეტს გაუძლებს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? რეჟიმი რომ აღარ იქნება